პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მზადყოფნას გამოთქვამს ეროვნული ბანკის შესახებ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა რიგარეშე სხდომაზე განიხილოს. თუმცა კანონმდებლები პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საშემოდგომო სესიაზე გეგმავენ. გიორგი მარგველაშვილის ეკონომიკური მრჩეველი აცხადებს, რომ კანონპროექტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული მოტივირებული შენიშვნები სრულ თავსებადობაში მოდის საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიციასთან. როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტის მიერ მომზადებული შენიშვნების მიხედვით ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და საზედამხედველო ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს რჩება. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის შეთავაზებული ვარიანტი ჩავარდება, კენჭისყრაზე ავტომატურად ძველი ვარიანტი გავა. 76 ხმით მიღების შემთხვევაში პრეზიდენტის რიგით მესამე ვეტო დაძლეულად ჩაითვლება. მზადვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში გავაგზავნოთ განხილვები იმ კანონპროექტს, რომელიც ახლა ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში, ჩვენ მზადვართ ამ პროცესისთვის დღესვე, ხვალვე, დაუყოვნებლივ ნებისმიერ დროს, როდესაც ამას საქართველოს პარლამენტის წევრები გადაწყვეტენ, მაგრამ პირველ რიგში ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრებიც გადაწყვეტენ.